დღეს ჩვენ ვაგრძელებთ საუბრებს იობის წიგნზე. კერძოდ ჩვენ უნდა წავიკითხოთ 30-ათი თავი. მე ახლა დღეს მინდა ძალიან მოკლე საუბარი გავმართოთ და ძირითადი აქცენტი გავაკეთოთ სწავლებაზე წმინდა მამისა, რომელსაც წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი ეწოდება. წმინდა გრიგოლი იყო რომის პატრიარქი, მას რომის პაპად ასე მოიხსენიებენ. წმინდა გრიგოლი იყო ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი. თქვენ იცით რომ კათოლიციზმი და კათოლიკები დასავლეთის ეკლესია გამოიყო ერთიან მართლმადიდებლურ ეკლესიას, საბოლოოდ გამყოფის თარიღად მე-11 საუკუნის ასახელებენ. მანამდესაც იყო სხვადასხვაობა დასავლეთისა და აღმოსავლეთ ქრისტიანების შორის სხვადასხვა საკითხებზე. საბოლოოდ ახლა ესე ეკლესიიდან გასვლის თარიღად სწორედ მე-11 საუკუნის ამ პირველ ნახევარს ფაქტიურად მე-11 საუკუნის შუა წლებს ასახელებენ რა. და მანამდე ვინც მოღვაწეობდა დასავლეთში, ყველა ერთიანი ეკლესიის წევრები იყვნენ და შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვამბობთ გრიგოლი რომის პაპი, ის იყო მართლმადიდებელი ადამიანი, მართლმადიდებელი კაცი და ჩვენ გრიგოლ დიოლოგოსთან რა გვახსენდება? პირველ შეწირული ლიტურგია. რაც შეეხება პირველ შეწირული ლიტურგიის წოდებას წმინდა გრიგოლ დიოლოგოსის მიერ აღწერილად და დაწერილად, ამასთან დაკავშირებითაც ლიტურგიაში სხვადასხვა აზრი არსებობს. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ლიტურგია დაწერა არა წმინდა გრიგოლ დიოლოგოსმა, არამედ ზოგიერთი მაგალითად ამბობს, რომ ბასილი დიდს ეკუთვნის. ახლა ეს ამას არსებით მნიშვნელობა არ აქვს. ეს არ არის ჩვენი გამოკვლევის საგანი დღევანდელ დღეს, უბრალოდ ვიცით, რომ წმინდა გრიგოლ დიოლოგოს უკავშირდება სწორედ აი ამ ლიტურგიის ჩაწერა და დასავლეთში მისი გავრცელება. და ჩვენც, როდესაც პირველ შეწირულის ლიტურგიას ვასრულებთ დიდმახვის განმავლობაში, ვიხსენებთ წმინდა გრიგოლ დიოლოგოს. ხო, წმინდა გრიგოლ დიოლოგოს აქ იობის წიგნზე დაწერილი განმარტება. და დღეს მინდა სწორედ მისი განმარტებიდან ვიხელმძღვანელოთ და სულ რამოდენიმე მუხლს წავიკითხავთ და წმინდა გრიგოლის შეხედულებას ამ მუხლებთან დაკავშირებით გადმოგცემთ. ხო? წმინდა გრიგოლი ეს წიგნი, იობის წიგნის განმარტება ძალიან საინტერესოა და ალეგორიული გადატანით მნიშვნელობით, მაგალითად 30-ათი თავს განმარტავს წმინდა გრიგოლი და მე შევეცდები ახლა რამოდენიმე მუხლი წავიკითხო და წმინდა გრიგოლ დიოლოგოსის მოსაზრება ამ სწავლებასთან დაკავშირებით, ამ წიგნთან დაკავშირებით გითხრათ. თავიდან წმინდა გრიგოლი ამბობს, რომ ყველაზე მთავარი წიგნი, რომლის წაკითვითაც ადამიანები, რომლებიც არიან მაგალითად ძალიან განათლებულები, ხო? ამ წიგნშიო ისე არისო გადმოცემული ზოგიერთი სწავლება, რომ განათლებული ადამიანს ძალდატანება ჭირდება იმისთვის, რომ ჩაწოდეს ამ წიგნის საიდუმლოებებს. ასევე ამ ბიბლიაზე ამბობს, რომ ბიბლიაში გადმოცემული ასევე სწავლება ძალიან მარტივ უბრალო ენაზე იმ ადამიანებისთვისაც, რომელსაც არ აქვს განათლება. ანუ წმინდა წერილი არის დაწერილი ყველასთვის. აი ყველა ადამიანს ამბობს წმინდა გრიგოლი შეუძლია მიიღოს სარგებელი. ყველა ადამიანს განურჩევლად იმისა, როგორი განათლების დონე უნდა ქონდეს, ყოველთვის ნახავს აქ ისეთ საინტერესოს და მნიშვნელობას, რომელიც მის სულიერ ზრდას და მის ცხონებას ხელშეუწყობს, ხო? და წმინდა გრიგოლი ამბობს 30-ათი თავის პირველ მუხლზე და ეს მუხლი ასე ჟღერს. დამცინიან ჩემზე უმწემესიცო. წმინდა გრიგოლი ამბობს, რომ ანუ ჩემზე პატარებიო დამცინი ამბობს წმინდა იობი. ხო? იობს წმინდა გრიგოლს აქ ასეთი შეხედულება და ჩვენც ვიცით და ჩვენ ხშირად ვიტყვია, იობის ცხოვრება არისო იობია წინასახი ქრისტესი გარკვეულწილად და როდესაც ამბობს დამცინიან ჩემზე უმწემესიო, ასე ამბობს წმინდა გრიგოლი, რომ უმწემესიო იგულისხმებიანო ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები. კერძოდ წყალებლები და ერეტიკოსებიო და რატო? ასეთი რაღაცას განმარტებას ამბობს, რომ ყველაზე პირველად იყოს სწავლება, ანუ მართლმსარებლობა, რომლითაც ადამიანები ღმერთს განადიდებენ. მაგრამ ესე ადამიანთა მტერმა, ადამიანთა მოძულე ბოროტმა დათესა ადამიანთა შორის ღვარძლი, ანუ ცრუსავლებები და შესაბამისად ცრუსავლებები შემდეგი იყო მართლმადიდებლური სწორი სწავლებების შემდეგ. შესაბამისად ერესები, ცრუსავლებები უფრო ახლებია თავისთავად, იმიტომ რომ იყო თავიდან სიმართლე, იყო სწორი სწავლება და შემდეგ ცრუსავლებები, რომლითაც ისინი ადამიანებს ამცირებდნენ და ადამიანებს აბრკოლებდნენ
და ჭეშმარიტი ეკლესიიდან გაყავდოთ. ამიტომ წმინდა გრიგოლი ამბობს, როცა არის საუბარი ჩემზე უმრწმუნეს, აქ ერეტიკოსები იგულისხმებიან, რომელიც ებრძვიანო დღენიაдаг ეკლესიას, რომელთა მამებსაც ჩემი ფარის ძაღლებში არ გავრევდიო, ხო? რომელთა მამებში რა იგულისხმება, ხო? მართა მამებში იგულისხმება ერესიარქები, ადამიანები, ერესიარქი ვინ არის? ანუ ადამიანები, რომლებიც სრულ სწავლებას ავრცელებდნენ. მაგალითად, ვინ იყვნენ ერესიარქები, ადვილი გასაგები რო იყო? მას ჩამოთვლილი აქვს ერეტიკოსები და ნახსენები აქვს ქსევერი, დიოსკორე, ასევე შეიძლება ჩვენ დავამატოთ მათ ორიგენე, სრულ სწავლების შემოტანი ეკლესიაში. ასევე იყო ასეთი კაცი, რომელსაც ერქვა ევტიქი, რომელიც მონოფიზიტური ერესის შემოტანი იყო. ასევე იყო ნესტორი, რომელიც ნესტორიანობის შემოტანი, არიოზი და ასე შემდეგ. ეს იყვნენ ხალხი, რომლებიც სრულ სწავლებას შემოიტანეს და მე ადამიანები, რომლებიც მათ დაიმორჩილნენ და მათ მოსაზრებებს იზიარებდნენ, დაერქვეთ არიანელები, ნესტორიანები, ისა რა ქვია, მონოფიზიტები უბრალოდ შინაარსის მიხედვით დაერქვათ, მაგრამ მონოფიზიტობის ერესიარქები, ჩემი ჩამოთვლილი იყო ევტიქი, დიოსკორე და ისა რა ქვია, სევერი და ასე შემდეგ და მრავალი კიდე რა. ამ მამებშიო, მათ მამებში იგულისხმებიან სწორედ ეს ერესიარქები, რომლებსაც უნდათო ფარაში ვინ იგულისხმება? ფარაში იგულისხმება ეკლესიის მრევლი, ეკლესიის სამწყსო და ეს ბოროტები ერესიარქები ცდილობდნენ და დღემ მაშინაც და ახლა ცდილობენ სრუსწავლების გამავრცელებელი ადამიანები, რომ ეკლესიის შვილები წაართვან. ეკლესიის შვილები წაართვან და თავის ბატონს ეშმაკთან მიიყვანონ, ხო? და ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ეკლესიას, ისინი არა ეკლესიას, არა შენობას, არამედ სტრუქტურას, ან საპატრიარქოს, ან მღვდელმთავრებს, ან მღვდლებს კი არ ებრძვიან, თვითონ ღმერთს ებრძვიან, იმიტომ რომ ეკლესიის თავი არის თვითონ ქრისტე. განსხვავებით იმისა, რასწავლებაც აქვს კათოლიკებს. კათოლიკებისთვის მათი ეკლესიის თავი ვინ არის? ახლა მათი შესაძლებელის თავი, რომის პაპი, ხო? ეს არის. მას ასევე უწოდებენ ქრისტეს მონაცვლეს და მოადგილეს. ანუ ფაქტობრივად ქრისტეს ნაცვლად, ქრისტეს ნაცვლად არის, რომ ამ დროს ჩვენ წმინდა წერილში უფალი გვეუბნება, რომ მე ვარ თქვენთან, ვიდრე აღსათავისუფლებლად და სოფლის ამინო რა. მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი. ღმერთს არავითარი მოადგილე არ ჭირდება. ღმერთი თვითონ განაგებს. აქ მართებს და განაგებს, სამყაროს ვინ განაგებს, ღმერთი განაგებს. და რაში ჭირდება აქ მოადგილე? ღმერთთან საურთიერთობა ჩვენ შუამავლებიც არ გვჭირდება. ჩვენ ღმერთთან პირადად შეგვიძლია ვესაუბროთ. ჩვენთან ეკლესიაში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში დადგენილი არიან სასულიერო პირები იმისთვის, რომ ადამიანს დაეხმარონ ქრისტეს, ესე იგი, სავალ გზაზე სიარულში. სასულიერო პირები არიან ადამიანები, რომლებიც ღმერთმა დააკისრა უფლება, რომ შეკრან და გახსნან ადამიანები, აპატიონ ადამიანს ცოდვები. ჩავატაროთ და ჩაატარონ ღვთისმსახურება და სწორედ მღვდელს აქვს უფლება, ასე სასულიერო პირის მღვდელმსახურს, მღვდლებს, მღვდელმთავრებს ჩაატარონ უდიდესი საიდუმლო, რომელსაც ლიტურგია ქვია და იქ უდიდესი საიდუმლო შეასრულა, რომელსაც ზიარების ევქარისტიის საიდუმლო ქვია. და ჩვენ ვიცით, რომ ასე არის. მაგათ ზოგიერთი მამა ასწავლის, რომ ცხონების საიდუმლო ზღვარი ზიარების საიდუმლოზე გადის, ასე ზოგი ამასაც ამბობს ახლა, ხო? და ჩვენ ვიცით წმინდა წერილიდან, რომ ცხონებით აუცილებელია ნათლობა, ნათლობით უნდა მოუნათლოს, ხო? მღვდელმა უნდა მოუნათლოს. შესაბამისად ადამიანები, რომელს სამღვდლო წოდებას და ხარისხს ებრძვიან, ისინი თვით ქრისტეს ებრძვიან, იმიტომ რომ ჩვენ წაკითხული გვაქვს ახლა ჩვენ აი აქ ამ მაშინ რა ქვია სატრაპეზოში, სადაც ხვდებით და საუბრებს მართავთ, ებრაელთა ეპისტოლეც გვაქვს წაკითხული, სადაც შავი თეთრზე წერია, რომ მღვდელი უკუნისამდე და მარადიული მღვდელი თვითონ იესო ქრისტეა. შესაბამისად, ძაღლები, რომლებიც და მამები, ერესიარქები, რომლებიც ცდილობენ ეკლესიას წაართვან ერთგული შვილები, არიან ხალხი, რომელიც ქრისტეს სამწყსოს სტაცებენ ერთგულ შვილებს და წარსაწმენდელში მიყავს, რომელსაც ღმერთმა ჩვენ დაგვიფაროს, ხო? რაღაცში მარგია მათი მკლავი ძალა, სიბერწ ეწია მათ და წმინდა გრიგოლი ასეთ რაღაცას ამბობს, რომ ერესიარქებს აქ ვითომ ძალა, მაგრამ ეს ძალა არაფერში მაქნისია, იმიტომ რომ ის ძალა ღმერთის ძალმოსილებასთან არის მტვერი და ნაცარი და აჭრდილი, ხო? იმიტომ ერთადერთი ძალმოსილი ადამიანის გადარჩენის, ადამიანის ცხონების და სწორად გზის დაყენების მხოლოდ ღმერთია. ეს არის რა. შიმშილისაგან გაძვალტყავებულნი გარბიან, გვალვიან უდაბნოში დიდი ხნის მიტოვებულ ტრამალებში.
ანუ სწავლება, რომლებსაც ავრცელებენ ერესიარქები და ცრუ სწავლების გამავრცელებლები, ისინი არიან ასე ადარებს გაძვალტყავებული და უდაბწამვიდი გაძვალტყავებული და გაუბედურებით თან უდაბნოში მიდის. ანუ მათი ბოლო რა იქნება ასეთი ადამიანების? სიკვდილი და წარსაწყვეტილი. ასე რომ ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ეკლესიას, რომელიც იზიარებენ ცრუ სწავლებებს, მათი საბოლოო ხვედრი მოუნანიებლობის შემთხვევაში არის მარადიული ტანჯვა და წარსაწყვეტილი. უკლედ წმინდა მამამ ბოლოს ვიტყვით გრიგოლ დიალოგოსი ასეთ რაღაცას გვასწავლის ჩვენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთგული ეკლესიისა, წმინდა წერილი არის ის საშუალება, რომელიც მიეცემა ადამიანებს იმისთვის, რომ ამ არეულ წუთისოფელში დაიჭიროს სწორი პოზიცია, მიყვეს მაცხოვნებელ სინათლეს და მივიდეს იმ ყუდრო ნავსაყუდელში, რომელსაც სათასასუფეველი ქვია. და ამ სათასასუფეველში მიყვანი მხოლოდ მართალ ეკლესიის წევრობა, ანუ მართლმადიდებლობა, მაგრამ მართლმადიდებლობა როგორც ასეთი და მართლმადიდებლური ქრისტიანობა არ ნიშნავს იმითავითვე სულიწონებას, არა. მართლმადიდებლები ვართ დიდება უფორს, მაგრამ ჩვენ ამისთვის გვჭირდება კიდე შრომა, ღვთისმსახურების დაცვა, ეკლესიასთან ერთობა და სინანული. და მე იმედი ღმერთისა, რომ ჩვენ ამ შრომას და წვალებას შეიწირავს უფალი და დაგვასაჩუქრებს სათასასუფეველით. ამინ.